იმიგრაციაში 2005 წელს წავედი. 2003-ში გავიცანი ამერიკელი გოგონა და ბოლო-ბოლო აქ დავიწერეთ ჯვარი, საქართველოში ხელი მოვაწერეთ. ჯარისკაცების მომზადების ზონე ძალიან მაღალია, მე თუ გითხავთ. მე უმეტესად შტაბში გახლავართ და შტაბში როგორც ქართველი, ისე ამერიკელები ერთად მუშაობენ. ის მომენტი არ არის, რომ დაუშვათ ერთი მხარე მეორეს ასწავლით. მიდის ერთობლივი მუშაობა, ერთობლივ საკითხებზე, ერთობლივი დაგეგმარება, ანუ სრულიად ამ მნიშვნელობით პარტნიორები არიან. Რო ჩამოვედი, სუში ბურუში ვიყავი, რომ ჯერ არ მჯეროდა, რომ საქართველოში იყავი. თბილისში დაბადებული გაზრდილი ვარ. თბილისი არის საოცრად შეცვლილი. ალბათ უფრო კარგი ვხრე, ახალგაზრდობა არის შეცვლილი. სხვა თაობა მოდის და უფრო ისეთ გახსნილი თაობა მოდის. ის აღარ არის, აი ეს დაძაბულობის მომენტი, მე როგორც მე რაშიც გავიზარდე, ხო ის იმას ვეღარ ხედავ მაგალითად რა, ძალიან მიხარია. გასაგებია, რომ ხა გაჭირვება ყველას აქვს. ყველას თავისი გაჭირვება აქვს, როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში. მაგრამ თბილისი არის ბევრად უფრო გაევროპელებული ქალაქი. იცით, ქართულ ჯარში მსახურობდი მე 98 წლიდან. მაშინ იყო სავალდებულო სამსახური. და იქიდან მომდინარე ქართულმა ჯარმა იმხელა ტრანსფორმაცია განიცადა, ეხლა არის 5 სრულად დაკომპლექტებული პროფესიონალური ბრიგადა. ანუ ის პიროვნება, რომელიც ჯარში ეწერება, თავისი ინტერესი აქვს, არა მარტო ხელფასის, არამედ სამშობლო სამსახურის რა.